შუადღემშვიდობის ობიექტივის ეთერში რეგიონული სიახლეების დროა თქვენ უყურებთ კახეთის საათს სტუდიაში ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი მუშაობს. უბედური შემთხვევა სიღნაღში, სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 წლის გოგონა გარდაიცვალა. როგორც სოფელ ბოდბის გამგებელი ალექსანდრე კოჭლამაზაშვილი ამბობს, ბავშვი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი პაპა ბებიასთან ცხოვრობდა და ადგილზე გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლი 23 წლის ბიჭია, ისიც ადგილობრივი მაცხოვრებელია, აცხადებს კოჭლამაზაშვილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, ბოდბეში ავტოავარიას 5 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს, როგორც ცნობილია, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საკუთარი დის გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა ბიჭი იყო დაკავებული. ამის შესახებ ჩვენ წინა თვეებში ვიუწყებოდით და როგორც აღმოჩნდა, ეს ბიჭი სრულიად გამართლდა, სასამართლომ გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო. მანამდეც ვრცელდებოდა სოფელში ხმები, რომ ძმა არ იყო დამნაშავე საკუთარი დის გაუპატიურებაში, მან უბრალოდ დაიბრალა საკუთარი დის გაუპატიურება, რათა თავის თავზე აიღო ერთი სიტყვით. ახლა ინფორმაციას გაგაცნობთ, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელიც საკუთარი დის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული. ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 127 მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ოჯახურ დანაშაულს გაუპატიურებას გულისხმობს და 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც სიღნაღის სასამართლოში აცხადებენ მოსამართლემ, ახალგაზრდას წარდგენილ ბრალდებაში სრულად და გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სიღნაღის პროკურატურამ უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 17 წლის ბიჭი 15 წლის დის გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გოგონა 8 თვის ორსული იყო, დაკავებულ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით გირაოთი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოფელში უკვე რამდენიმე თვის წინაც ადასტურებდნენ, რომ ძმა არ ყოფილა დამნაშავე ამ ფაქტთან დაკავშირებით. ახლა კი არჩევნები. პატრიოტთა ალიანსმა დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ნაირა ალავერდაშვილი წარადგინა. ირმა ინაშვილის და დავით არხანმოურავის პოლიტიკური პარტიიდან სიღნაღი დედოფლისწყაროს მაჟორიტარობისთვის ნაირა ალავერდაშვილი იბრძოლებს. ნახოთ რეპორტაჟი. პარტიის ცენტრალურ ოფისში ალიანსის თავმჯდომარე დავით არხანმოურავმა ჟურნალისტებს სიღნაღის დედოფლისწყაროს, ახალციხე ადიგენის, ქარელის და ნაძალადევი თემქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. დავით არხანმოურავის და ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს დასახელებული პირები საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან და მათ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. დეპუტატი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც რამოდენიმე თვისებით გამოვყოფთ. პირველი, აუცილებელია, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს ცოდნა. მეორე, და ამ ხალხს, ვისაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ყველას აქვს ცოდნა. მეორე, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს მუშაობის გამოცდილება. და გამოცდილება აქვს მუშაობის აქვს ყველას. მესამე, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში იბრძოლა ამ ქვეყნისთვის. მთავარი კრიტერიუმი არის ის, რამდენად არჩევენ ეს ადამიანები კეთილს ბოროტისაგან, თეთრ შავისაგან, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების პრობლემა სინამდვილეში ისიცაა, რომ ადამიანების ნაწილს უჭირს თეთრის შავისაგან გარჩევა. ანუ ეს არის მარტივი კრიტერიუმები, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ, როცა კანდიდატებს ვასახელებთ. მე არ ვიქნები ჩუმად, არ ვიქნები მდუმარებით შემოსილი დეპუტატი. და ალბათ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას უნდა ჩავაბაროთ ის პერიოდი, როდესაც დეპუტატებს ახასიათებთ მიკროფონის ფობია. ყველაფერი ის, რაც ახასიათებს, რაც პრობლემა არის რეგიონში, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რეგიონში, უნდა გამოტანილი იქნას საპარლამენტო ტრიბუნაზე.
კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის დედოფლისწყაროს ფილიალის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო შესაბამისი შენობა და აღჭურვილობა გადაეცა განათლების სამინისტროს დაფინანსებით მოხდა ამ შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონისთვის ყველაზე აუცილებელი პროფესიების შესწავლა დედოფლისწყაროს პროფესიულ სასწავლებელში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ რეპორტაჟი ვნახოთ დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოდან ეს საზოგადოებრივ კოლეჯი აისის დედოფლისწყაროს ფილიალია. იგი წლების განმავლობაში ასე გამოიყურებოდა. ახლა კი სასწავლო კორპუსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გამოიცვალა შენობის სახურავი, იატაკი და კარფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. მოეწყო სასწავლო კაბინეტები და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. შენობა ადაპტირებული გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვისაც. აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია განსხვავებული მდგომარეობა იმ შენობასა და იმ სასწავლო კორპუსსა და დღევანდელ სასწავლო კორპუსსა და დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით. ყველას აბსოლუტურად თუ კი ვინმე აქ შემოდის, განსაკუთრებულია იმით, რომ აი ესეთ მაღალ დონეზე ევროსტანდარტებზე შეიძლება ითქვას, იქნა აყვანილი ამ სასწავლო კორპუსის რეაბილიტაცია. ამასთან ერთად არა მარტო რეაბილიტაცია, არამედ აღჭურვილი ვართ დღეს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. რეაბილიტირებულმა სასწავლო კორპუსმა და განახლებულმა მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ კოლეჯში სტუდენტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. აისის დირექტორ ნათელა პაპუნაშვილის ინფორმაციით განახლებული შენობა 150 სტუდენტზეა გათვლილი. ამჟამად კოლეჯში 125 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას. უნდა ითქვას, რომ ეს შეკეთების სამუშაოები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, თანამედროვე კლას კაბინეტები და ლაბორატორიები შეიქმნა, რამაც საშუალება მოგცა, რომ უფრო გაგვეუმჯობესებინა პროფესიული სწავლება დედოფლისწყაროს განყოფილებაში. თუ ადრეს სწავლობდა 75 სტუდენტი, ახლა 150 სტუდენტით დაიტვირთა. სტუდენტების გაკვეთილებზე დასწრების პროცენტი გაიზარდა, ინტერესი გაიზარდა, მომზადების დონე გაიზარდა. განახლებულმა ტექნიკურ მატერიალურმა ბაზამ, ასე ვთქვათ, აღჭურვილობამ, კეთილმოწყობამ ყველაფერმა მოახდინა პირადად ჩემზე შთაბეჭდილება და გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა, თანაც ახლა მოგეხსენებათ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ვეტერინარული საქმის პროფესიულად ცოდნა. რამაზ წილოსანი ვეტერინარიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ის ახლა ფიროსმანის თემში სურსათის უნებლობის სამსახურის ვეტერინარად მუშაობს. კოლეჯში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნით სამსახურის სწავლის დასრულებისთანავე იშოვა. დავიწყე სწავლა დედოფლისწყაროს პროფტექნიკის სასწავლებელში, რომელიდანაც მიღებულმა სწავლა განათლება მხელი შემიწყო ჩემი პროფესიულ შრომის მოძიებაში. მუშაობ სოფელ ფიროსმანის ტერიტორიულ ორგანოზე ვეტერინარულ სამსახურში, ერთად ძალიან მოყოფილი ვარ და ვურჩევ მომავალს, რომ მიიღოს ესეთი განათლება, რომელთაც წინ ხვალინდელი დღის ცხოვრებაში იქნება დიდი პერსპექტივა. დედოფლისწყაროს ფილიალში სტუდენტებს საშუალება აქვთ დაეუფლონ ისეთ მოთხოვნად პროფესიებს, როგორიცაა ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ელექტრიკოსი, ტრაქტორისტ მემანქანე, კალატოზი, ექთნის თანაშემწე და თექის ხელოსანი. სექტემბრიდან კოლეჯი დაინტერესებულ პირებს 2 ახალ სტილისტისა და ტექნიკური ბუღალტრის პროფესიასაც სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ განათლება ახალ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღონ. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 200-მდე სახელმწიფო სერვისს შესთავაზებს. გარდა ამისა, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი შენობა მთლიანად ადგილობრივებს მოემსახურება. იქ შესაძლებელი იქნება როგორც პოეზიის საღამოების, სხვადასხვა ღონისძიების გამართვა, საკონფერენციო დარბაზის გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ასევე ახალი ბიბლიოთეკის გამოყენება და რა თქმა უნდა ინტერნეტის უფასოდ მოხმარება გახდება შესაძლებელი, გარდა იმისა, რომ პენსიას და სხვა მომსახურებას ადგილზევე შეძლებენ. ეს ქედების ზონა რაიონულ ცენტრს მკვეთრად მოწყვეტილი სოფლებია და ადგილობრივებისთვის ეს სერვისები საკმაოდ პრობლემატური იყო ამ დრომდე. ვნახოთ რეპორტაჟი არხილოსკალოდან.
ჩვენ ახლა უფრო კარგად ავართ რაც გაგიხსნით. ძალიან საფრთხე საქმე გაკეთდა. არხილოს კალოში დღეს მართლაც ჩვენთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც ასიხარულო დღე დადგა, იმიტომ რომ თქვენ როგორც კი ეს სახლის კარი გაიხსნება, აღარ მოგიწერთ გზავრობა შორგზაზე იმისთვის რომ ელემენტარული სერვისები მიიღოთ. დღეს არხილოს კალოში სახელმწიფო თვითონ ჩამოვიდა და უკვე მოგემსახურებათ დღეიდან ადგილზევე, ისე რომ თქვენ პენსიონერებს, ახალგაზრდებს, ყველას არ მოგიწიოთ დედოფლის წყაროში და კიდევ უფრო შორს სიარული. ამ სახლში არის ყველა ის სერვისი, რაც გვაქვს დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, იმ იუსტიციის სახლებში, რომელიც გურჯაანში, თელავში, ყვარელშია. ყველა ეს სერვისი თქვენ აქ გექნებათ სოფლიდან გაუსვლელად. იქნება ეს პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, სხვა ქონების რეგისტრაცია, რომელიც მე ვიცი თქვენ გაწუხებთ და შორგზაზე ვერ დადიხართ. შეძლებთ ქორწინების რეგისტრაციას აქვე და ყველა იმ სერვისს მიიღებთ, რასაც ჩვენ დიდ ქალაქებში ვაწვდით მოსახლეობას. პენსიონერები აქვე აიღებთ პენსიას, ყოველ თვე არ მოგიწევთ შორს სიარული და ბავშვებს ექნებათ მაგთის წყალობით უფასოდ ინტერნეტი ცენტრში, უფასო კომპიუტერები, წიგნები და იქ სადაც თქვენ დგახართ, ასევე იქნება ყველასთვის, მათ შორის ბავშვებს უხარიათ უფასო უკაბელო ინტერნეტიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ეხლა უკვე სკოლა დამთავრდა, მაგრამ სექტემბრიდან, როდესაც დავალებას მოგცემთ მასწავლებელი, ინტერნეტში რაღაცა მოძებნეო, შეგიძლიათ აი აქ ამ ბიბლიოთეკაში საშინაო დავალებებიც მშვიდად მოამზადოთ. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, რატომ ავირჩიეთ არხილოს კალო, რატომ აგირჩიეთ თქვენ და არა სხვა სოფელი, იმიტომ რომ თქვენ შორს ხართ ცენტრიდან, რაიონული და თქვენს ახლო ხართ საზღვართან. ამიტომ თქვენ ყველაზე დიდი მხარდაჭერა გჭირდებათ და მე მჯერა რომ ამ ცენტრით იუსტიციის სამინისტრომ, მთავრობამ, კერძო სექტორმა ეს პოზიცია, თქვენ და მიმხარდაჭერის პოზიცია, როგორც შეეძლო საუკეთესოდ გამოხატათ. მეცხრია კახეთი. მეცხრია კახეთი. ყველაზე ლამაზობები თქვენ ახალ აი მოდი. მოგწონს რა ქვია შენ? თათი, რა მოგიწევს? აი ოსოი. ელი მამეთო, ქართული რა, მაგრაიცია, მაგარი ბიჭი ხარ. შენ მეც ესე იცი, არ? ყავს ძმა. ერთჯერ არ ვაპარაკობს, ხო? აი, ელი მამეთოა, მაგის ქართული მაგარი ბიჭი. მაგას მე მაგარი ბიჭი. ამიტომაც ჩვენ ბარათებს დღეს გადავცემთ ქალბატონ დალი ბოსტაშვილს. ჩვენ გვყავს ასევე ზურაბ ბუთხუზი. მოგძანით ბატონო. ეს თქვენ. ამაში დევს კოდიც და არ დაგაკეთეთ. ქალბატონი მარინა ციხელაშვილი. წარმატებებს გისურვებ. მიხეილ უჩუკური. თქვენ ვადა გაგიძებთ არ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სწორედ ამ სოფელს შევქმნით ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც არც თუ ისე ახლოს არის დედოფლის წყაროსთან და ახლოს არის საზღვართან. ამ ხალხს განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება, ამიტომაც დღეიდან საზოგადოებრივ ცენტრში ჩვენს ხარდაზმულებს, ბავშვებს, ყველა ასაკის ადამიანს
სახელმწიფო ადგილზე მოემსახურება. დღეს ჩვენ კახეთის რეგიონში ვხსნით უკვე მე-9 საზოგადოებრივ ცენტრს, რომელიც მოემსახურება 7 სოფელს. მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ მრავალდასახლებული მოსახლეობაა, ასე რომ აქ გვექნება მრავალი ათეული მომსახურების სერვისი, რომელსაც შეეძლებათ რომ ადგილობრივებმა ისარგებლონ. მე აქვე გეტყვით რომ მე-10 იქნება ლაგოდეხში დიდი იუსტიციის სახლი, რომელიც სულ მალე გაიხსნება და იუსტიციის სახლების მშენებლობას, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ადგილზე იყოს ყველა ის სერვისი განვითარებული, რომლისთვისაც აქამდე მოსახლეობა დადიოდა ქალაქის ცენტრებში. ეს ხელს შეუწყობს ადგილზე როგორც დაკავებას მოსახლეობის, ასევე განვითარებას. არხილოსკალო შეირჩა იმის გამო, რომ მიმდებარე სოფლების ცენტრს წარმოადგენს. აქ მოემსახურება როგორც საბათლოს, სამთაწყაროს, ფიროსმანს, ქვემოქედს და ზემოქედს. ანუ არხილოსკალო მდებარეობს ამ სოფლების ცენტრში და ჩვენ სწორედ შევარჩიეთ ეს ადგილი იმისთვის, რომ ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა არის, რომელიც ძირითადად უფრო ახალგაზრდებზე არის გათვლილი. გარდა ამისა, ფაქტიურად ეს შენობა იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინციპით, იმიტომ რომ გამგებლის წარმომადგენლების ოფისის აქ არის გაკუთვნილი და ნებისმიერ მოქალაქეს ქედების ზონის, რომელსაც სახელმწიფოსთან რაიმე ტიპის საკითხი ექნება, მოსაგვარებელი იქნება ეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ წარმოებული და შეთავაზებული სერვისები თუ ადგილობრივი ხელისუფლების შეუძლია ამ ლამაზ შენობაში მობრძანებით მიიღოს ეს მომსახურება. გარდა ამისა, ახალგაზრდებს გაუხარდებათ გარე პერიმეტრი, რომელიც მუნიციპალიტეტმა მოაწყო, არაჩვეულებრივი სკვერი არის, სკამები არის, სადაც უფასო Wi-Fi იქნება და 21 საუკუნე ტექნოლოგიური საუკუნე არის. მოგიხსენებათ, რომ ინტერნეტი ამ სოფელში ჭირდა და ამ უფასო Wi-Fi-თაც ძალიან ბევრს ექნება ხელისწვდომა. ეს სოფელი 45 კილომეტრითა გაცილებული რაიონს. და თითო საბუძე თითქმის მთელი დღე გვეკარგებოდა. ეხლა ძალიან ახლოს არის და ყველა საბუთს აქვე ადგილობრივად მოგვემსახურებიან და ყველაფერს რაც გსურთ შეგვისრულებო. იმიტომ რომ იხარჯებოდა დროც მთელი დღე თითქმის რაიონში ჩასვლას მოსვლას უნდებოდით და ეხლა დროც დაგვეზოგება და კანხაც. ძალიან დიდი რას ამობ. ჩვენ აქ ქედის ხალხი ვართ, როგორც ცალკე კუნძულზე მოწყვეტილი და ეს ცენტრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ამ ქედის სოფლებისთვის არა, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო, ასე რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან გახარებულები და დიდი მადლობა. თქვენთან ჩვენი იმედი გქონდეთ შვილო, ძალიან გაგვეხარდა. მე პენსიონერი ვარ. მივდიოდი რაიონში 6 ლარი გზაში მივიდა. ეხლა მოვალ, შემიძლია კიდე ფეხითაც დავიდეთ. ჩვენი იმედი ნიშნა, ჩვენი იმედი გქონდეთ, რომ არჩევნებზე კახეთში ალოობა დასრულდა და ნახოთ რეპორტაჟი შირაქის ველებიდან თუ როგორია მარცვლეული კულტურების მოსავალი კახეთში. აი ნახეთ წელს როგორი კარგი მოსავალია. თავთავი არის სავსე ხორბლის მარცვლით და აი დედოფლის წყაროელი ელიზბარ იმენგლიშვილი წელს ხორბლის უხმოსავალს ელოდება. ფერმერი ამბობს, რომ 1 ჰექტარ მიწის ფართობზე 4 ტონამდე ხორბალს აიღებს, თუმცა ამ დრომდე არ იცის სად და როგორ დააბინავებს მოსავალს. მისი თქმით, წელს მარცვლეულ კულტურას მყიდველი ნაკლებად ყავს, რაც ადგილობრივ ბაზარზე მის დაბალ ფასს განაპირობებს. წელს კარგი მოსავალი იყო, მაგრამ ჯერჯერობით რეალიზაცია ვერ ხდება, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ფასია, მაგრამ იძულებულია გლეხი და ფერმერი რომ გაყიდოს, იმიტომ რომ მოსავლის აღებას თავისი ხარჯი აქვს, საწვავის თანხა აქვს გადასახდელი კომბაინის და იძულებულია გაყიდოს. ელიზბარ იმერლიშვილის მსგავსად ხორბლის დაბალ ფასს უჩივიან სხვა ფერმერები. მათი განცხადებით აუცილებელია სახელმწიფომ დარგის განვითარებისთვის ყურძნისა და ციტრუსის მსგავსად ხორბალზეც სუბსიდირება განახორციელოს ან დოტაციაზე აიყვანოს. ადგილობრივი გლეხები შეპესზე მექანიზატორის მიერ კომბაინის მომსახურებისთვის დაწესებული თანხის შემცირებასაც ითხოვენ და ამბობენ, რომ საწვავის გაიაფების მიუხედავად მოსავლის აღებისთვის საჭირო ტექნიკის მომსახურების ღირებულება არ შეცვლილა. ხორბლის შემსყიდველები ძალიან დაბალ ფასს გვთავაზობენ, 35 თეთრია. რაც მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცოტა დაბალია და თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა წლებში მოსავალი არ ქონდა, ეს ფაქტიურად დასჭირდება იმ ძველი ბანკის სესხების დაფარვას და თვითღირებულების დაფარვას. განვითარების გადავხვდი 90 ლარი 1 ჰექტარის აღებაში.
შარშანაც 90 იყო, შარშატინაც 90 იყო. საწვამა დაიკლო. მომსახურებამ არა. თუ შეიძლება რაღაცა ზევგეხმანა და დაიკლოს ამ მომსახურებამ. წელს დედოფლის წყაროში 120,000 ტონამდე ხორბლის მოსავალს ელიან. კახეთში აღებული მარცვლეული ქვეყნისთვის საჭირო მარაგის 15%-ს აკმაყოფილებს. რამდენი ჰექტარზე გაქვთ ეს ხორბალი? დათესილი ქონდა წელს დაახლოებით 150 ჰექტარი. რაც შეეხება მოსავალს, წელს კარგი მოსავალია სხვა წლებთან შედარებით. რა ვიცი, გასვლით კარგად ის, კარგი ხორბალიც არის. ცოტა წვიმება შეაშინა და წებაგვარები დაუკარგა თორე დანარჩენი რაც ქვია ტონაჟი საგექტაროზე კარგად გადის. გვაქვს ჩვენ საკუთარი საწყობი, ვინახავთ იმ საწყობში და ეხლა ჯერ არც ქსალია მაგის გაყიდვისთვის და რომ მოიცლით და დავაბინავთ ამ მოსავალს მე შეუდგებით გაყიდვას. სანამ არ დამთავრდება საერთოდ ყოველი წესიახური მოსავლის აღების დროს დაბალი ფასია და რომ დამთავრდება და ჩაიყრება საწყობებში და დაბინავდება ფასი მერე დაჯდება და წელს გვაქვს ძალიან კარგი ალოობა იქიდან გამომდინარე რომ წელს რაც დათესილი არის ამ მოდენობის ხორბალი დაახლოებით 32,000 ჰექტარზე არის ხორბალი და ქერი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ტერიტორიაზე დათესილი არასდროს არ ყოფილა და ამას ჩვენ დასასიხალოდ დაემატა ის რომ მოსავალი არის ძალიან კარგი მიმდინარეობს როგორც იცით აქტიურად ახლა მოსავლის აღება საშუალო მოსავლიანობა დაახლოებით 4 ტონას შეადგენს თუმცა 6 ტონა 5 ტონა 5 ტონა ნახევარი მოსავლები საკმაოდ ხშირი არის და აქედან გამომდინარე რომ საკმაოდ უხვი მოსავალი არის და მასა ძალიან დიდი არის ნაკოჩი და კომბაინები უფრო ნაკლებ ჰექტარს ახერხებენ აიღონ ვიდრე სხვა წლებში დიდი მოსავლის გამო სახელმწიფომ გააკეთა გადადგა ძალიან კარგი ნაბიჯი მას შემდეგ რაც დავაყენებთ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით რომ დამატებით შემოსული იყვნენ კომბაინები რათა ალოობის პროცესი წარიმართოს ნორმალურად და მოსახლეობამ შეძლოს რომ დროულად დააბინოს თავისი მოსავალი აზერბაიჯანიდან შემოვიდა 30 ერთეული კომბაინი საქართველოში დასახმარებლად საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი სამნაწილად განაწილდა 12 კომბაინი ჩამოვიდა დედოფლის წყაროში ორშაბათს უკვე განაწილდა ეს კომბაინები ყველა სოფელში ყველა ბრიგადაზე გადანაწილდა და დღეს ეს 12 კომბაინი აქტიურად მუშაობს ნაკეთებში თქვენ როგორც ხედავთ სერვის ცენტრის ტერიტორიაზე არც ერთი კომბაინი არ დგას იმიტომ რომ ყველა გასულია და მუშაობს შეგვიძლია ვთქვათ რომ ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ მიდის 60%-ზე მეტი მოსავალი აღებულია და ყოველდღიურად აქტიურად 38 კომბაინი შპს მექანიზატორის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუშაობს და ერთი მაგდენ დაახლოებით ცოტა მეტი კერძო კომბაინები და აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი. თვითონ მოსავალი გასულ წლებს აღემატება. კი, საკმაოდ 6 ტონიანი და 5 ტონიანი ნაკვეთები ძალიან ბევრი არის და ხალხი კმაყოფილია მოსავლიანობით. და იქიდან გამომდინარე რომ მოსავლიანობა საკმაოდ მაღალია და იქიდან გამომდინარე რომ ყველაზე ბევრ ტერიტორიაზე დიდ ფართობზე არის დათესილი წელს შესაბამისად წლევანდელი მოსავალი ბოლო წლების დაახლოებით ბოლო 20 წლის რომ ავიღოთ ყველაზე უხმოსავლიანი წელი იქნება. ყველა ფერმერმა შეძლო, ყველა გლეხმა შეძლო დაემუშავებინა თავის მიწა ეს გარკვეულწილად ძალიან დიდი დამსახურება არის იმ პროგრამების, რომელიც ოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა და პრობლემა შეიქმნა უკვე კომბაინების, იმიტომ რომ არსებული რესურსებით ვერ შევძელით მოსახლეობის დაკმაყოფილება იმდენად დიდი იყო მოსავალი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყო ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან აზერბაიჯანიდან დამატებითი ძალების გადმოსროლა და საკმაოდ დიდი ძალები გადმოყვანილი იქნა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან იმისთვის რომ მთლიანად დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი რეგიონი. დედოფლის წყაროში ალოობა უხმოსავლიანია წლევანდელი წელი, ამიტომაც შეგვიწყო ხელი, ყველა მშრომელი გახარებულია, კმაყოფილია. კარგი მოსავალია წელი. ჯერ ბოლომდე არ დამთავრებია მოსავალი, საშუალოდ ეხლა რაც აღებული მაქვს. სადაც 4.5-დან 5 ტონამდეა ჩემი პირადი მოსავალი. ზოგი უფრო შედარებით მეტი აიღო ეხლა ზოგი 6 ტონაც გაუსწორა ჰექტარზე. მეც გამიგისწორა ერთ ნაკვეთში მაგალითად 6 ტონა. ერთ-ერთ ნაკვეთში. ნუ საშუალო გამოვიდა 4.5. 90 ლარი გვირის სათანადოდ დაკლდება რაც დიდი გექტრები არის. ნაკლები ჯდება უფრო 80 ლარით ვისაც ძალიან დიდი გექტრები აქვს 80 ლარად შეუძლია რომ ისარგებლოს. და კერძო კომბაინები იაფია თუ თქვენთან შედარებით? შედარებით იაფია, მაგრამ ეხლა ჩვენი ხარისხის სხვა არის. ხარისხიანად იღებს
ანუ მოსავალი არის ფანტება? კი, არის ფანტება. ჩვენი ნამდვილად არის ფანტება. ჩვენი კომპანია. ხარისხიანთირებს და კლიენტიც უფრო მოტადინებს, მაგალითად ნიუები ეგეთ თქვენც უყურებთ რომ გააგვერძე ნიუები ძველი ისენი და ჩვენი ტექნიკა არც ერთი არ არის გაჩერებული, სულ ყველა მუშაობს. მით უმეტეს რომ შედარებით ძვირი არის. ხარისხიანი მნიშვნელობა. თქვენ უყურებთ ток-შოუ კახეთის საათს, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ გურჯანელი მხატვრის და დიზაინერის ხათუნა ბაბუხაძის შემოქმედებაზე. მოგესალმები ხათუნა, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ვიდრე საუბარს განვაგრძობთ, ჯერ ვნახოთ ვიდეო რეპორტაჟი. გობელენი მაღალ მხატვრული ღირებულების ფერწერული და თემატური სიუჟეტური ნაკსოვია, რომელიც ამშვენებს და ათბობს ინტერიერს. გობელენის სახელწოდება წარმოიშვა ფრანგული გვარიდან, მას შემდეგ რაც გობელენებმა მიიღეს თავისი დასახელება საფრანგეთში სამეფო მანუფაქტურიდან 1662 წელს. სიძნელის და სიძვირის გამო გობელენის ხელით წარმოება მე-19 საუკუნეში ნელ-ნელა შემცირდა. გაჩნდა გამოყენებითი ნაკსოვი ნაწარმი. მას არავითარი მხატვრული ღირებულება არ აქვს. გობელენი კი სულ სხვა, განუმეორებელია და მისი მანქანური წესით მოქსოვა ყოვლად შეუძლებელი. თითოეულ გობელენს თავისი ავტორი ქსოვს. სოფელ მოკუზანში მცხოვრები მხატვარ დიზაინერი ხათუნა ბაბუხაძე 18 წლიდან გობელენზე მუშაობს. ქარგვით დაწყებული შემოქმედება მან წლების განმავლობაში ისე შეიყვარა, რომ ეს ხელსაქმე დღეს უკვე პროფესიად გაიხადა. მე ვარ მხატვარ დიზაინერი, მუშაობ გობელენზე, ხალიჩაზე, ფარდაკზე. გობელენი არის სურათი, რომელიც შალის ძაფებით იქსოვება. მუშაობის პროცესი არის ძალიან რთული. ზოგიერთ ნამუშევარს ჭირდება დაახლოებით 9-10 და მეტი თვე. მაგრამ ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა მისი შექმნა. გობელენზე მუშაობა დავიწყე 18 წლის ასაკიდან. მას შემდეგ ვმუშაობ. პირველი ნამუშევრები იყო პატარა საცდელი ნამუშევრები, სადაც ვსწავლობ ქსოვას. მანამდე საერთოდ არ ვიცოდი რა იყო გობელენი. მუშაობის პროცესი არის ძალიან რთული, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ მე ამას ვერ გრძნობ. როგორც ხათუნა აღნიშნავს, გობელენი ეს არის ჰაეროვანი გადასვლები და იგივე ფერწერა შალის ნართით შექმნილი შესრულებული. პირველად წმინდა გიორგის ხატის შექმნა, რომელსაც მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. დღეს ქართულ ორნამენტებზე მუშაობს. თუ როგორია ქსოვის ტექნიკა და რა სჭირდება მუშაობის დასაწყებად, ამას თავად ხათუნა მოგვიყვება. ნამუშევრის შესაქმნელად საჭირო არის ესკიზი. და როდესაც უკვე ესკიზზე ვრჩები მუშაობას, მერე ვიწყებ მასალაში მუშაობას. როდესაც ნამუშევარზე მუშაობ, მჭირდება შვიდი გარემო, წყნარი მუსიკა და მთელი ჩემი არსებით ვარ იმ ნამუშევარში გადასახული და საერთოდ ვერ აღვწნობ გარე სამყაროს. ხან ისე დამღამებია და გამთენებია, რომ ვერ აღვწნობ. ისეთ მუშაობ გობელენზე და ღამე ფარდაკზე და ხალიჩაზე, ასე რომ ჩემთვის დღე-დაღამის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი სახელოსნო, სადაც პირველ სართულზე მექნებოდა გამოფენილი შექმნილი ნამუშევრები და მეორეზე მექნებოდა სამუშაო ოთახი, სადაც 24 საათი ვიმუშავებდი. ხათუნას არაერთ ფესტივალში მიუღია მონაწილეობა. ფესტივალი არტგენი ხალხური პოეზიის საღამოსადმი მიძღვნილი გამოფენა. მისი ნამუშევრები აგრეთვე გერმანიისა და ევროპის ხელოვნების ცენტრშიც იყო წარდგენილი და ბოლოს იმედია ხათუნას ოცნება აუხდება და თავისი სახელოსნო ექნება, სადაც გობელენი საუკეთესო ნიმუშებს შექმნის და თაობებს დარჩება.
და ხათუნა ბაბუხაძე გურჯაანიდან მხატვარი და დიზაინერი ჩვენი სტუდიის სტუმარია. კიდევ ერთხელ მოგესალმები ხათუნა. პირველ რიგში მინდა გითხო, აი ბავშვობიდან იღებდა სათავეს თუ აი როგორ მოგწონდა ეს საქმე, როგორ შეძლო ამ სფერომ შენი მოხიბლა? მოგესალმებით. არა, ბავშვობიდან მოცნებობდი ექიმობაზე, მაგრამ 93 წელს ოჯახში მოხდა ტრაგედია, ჩემი უფროსი ძმა გარდაიცვალა და ეს ტკივილი ვერ გადავიტანე. და მაშინ დავიწყე საერთოდ რომ არ მქონდა შეხება ქარგვა. და იქიდან წამოვიდა, მქონდა მუზები რომ მეხატა. და უკვე 18 წლის ამ სერიოზულად გადავწყვიტე რომ ხელოვნებას დავუფლებოდი. ისე რომ ლექს მე არ ავწერ, ლექსი თვითონ წერს. და როგორც ვიცი პროფესიული განათლებაც მიიღე, მხოლოდ მოყვარულის დონეზე არ ხარ, შემდეგ სწავლა როგორ განაგრძე, ესეც გვიანბე. ანუ 9 წელიწადი ვიარე სოფელ მუკუნის საჯარო სკოლაში და მე წამოვედი თბილისში და მემზადებოდი კერძოდ საგნებში სამედიცინო უნივერსიტეტისთვის. მინდოდა ქირურგი გამოსულიყავი. და ზუსტად 2 კვირა იყო დარჩენილი მისაღები გამოცდებისთვის, რომ დედას უთხარი სამხატვრო აკადემიაში ავიდეთ. მანამდე მრავალჯერ ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ იქ რაც დამომივიდა, ესეთი რაღაც სისხლის ყივილი იყო, არ ვიცი, თითქოს ჩემს სახლში მივედი. და მაშინ უთხარი დედას, მე ან აქედან მხატვარი გამოვალ, ან არა და ცოცხალს ვერ გამიყვან. მე თქვი და ეს იყო ძალიან დიდი ომი ოჯახში, რომ ყველა მისოდა მე უნდა გამოსულიყავი ექიმი და ამ დროს ხატვაც არ ვიცი, ბანკარი ხელში არ მჭერია და არაფერი არ ვიცი. და ბატონ გია ჯახუტაშვილი იყო მაშინ სამხატვრო აკადემიაში გენერალური დირექტორი და მასთან მივედით და მან ძალიან კარგ სახელოსნოში გამაგზავნა. ბატონი მერაბ თინცაბაძე იყო ჩემი ხატვის და გრაფიკის მასწავლებელი, ბატონი თამაზ შათირიშვილი, ბატონი თამაზი გიორგობიანი ფერწერის და ბატონი ჯემალი კაკულია კომპოზიციის, რომელმაც შემაყვარა ჩემი სპეციალობა. და მას შემდეგ უკვე ვეზიარე ხელოვნებას. აი თუ კი ამბობ რომ ფანქარი არ მჭერია ხელში, შემდეგ როგორია რომ როდესაც მინუსებიდან იწყებ და ადვილად დასაძლევი იყო? არ ვიცი, თავარი ეხლაც და მაშინაც მივხვდი რომ თავარი სურვილია და ბატონი მერაბი მეტყოდა ხოლმე რა თუ შენ ჩემს კრიტიკას გაუძელი, ჩათვალე რომ ხატვარი გამოხვალ და ალბათ გაუძელი, არ ვიცი და მას შემდეგ აი 18 წლის ამ ხომ ავიღე ფანქარი ხელში. მას შემდეგ მე დღეს ავარ 37 წლის და არ დამისვენია. მე არ ვიცი რა არის სიტყვა დასვენება. თუმცა აი როდესაც თქვათ ეს მხატვრობა და ეს ხელოვნება ხო შიგნიდან მოდის. მანამდე მიძინებული იყო შენში თუ აი არ არსებობდა და დაიბადა? ამ ქვეყნად შემთხვევით არაფერი არ ხდება. ძალიან დიდი ტკივილი მივიღე ძმის გარდაცვალებისაგან და მე ის როგორც არ ამყარებია, როგორც ჩემი შვილი ისე მიყვარდა. და მე მოგვიანებით რომ ვფიქრობდი, ალბათ ის უნდა ასე წასულიყო, რომ მე საკუთარი თავი მეპოვა და ამ გზას დამდგომოდი. ის რომ არ გარდაცვლილიყო, მე არ ვიქნებოდი, არ გავხდებოდი მხატვარი. იმ ტკივილმა მიმიყვანა აი აქამდე. და აი, როდესაც სახელოსნოში გაგაგზავნეს და თქვათ აი პირველად იჭერდი, პირველად მონახაზს აკეთებდი, პირველივე ნაბიჯებში ჩანდა რომ იყო მონაცემები თუ თავიდან მაინც გიჭირდა როგორ? არა, ძალიან ძლიერ მხატვრებთან ვიყავი და თვითონ ბატონი ჯემალი, რომელმაც კომპოზიცია შემასწავლა და შემაყვარა, გაოცებული იყო, ძალიან სუფთა ხელი მაქვს და გაოცებული იყო, ძალიან შენ წითელ დიპლომზე დაამთავრებ და მართალაც ასე წავიდა. ადრევე შემატყეს. დიახ. ჩვენ სტუდიაში გვესწრება ხათუნას დედა დოდო მეისრიშვილი, მოგესალმებით ქალბატონ დოდო, თქვენც მინდა გკითხოთ, აი რატო გქონდათ წინააღმდეგობა რომ ამ კუთხით წასულიყო ხათუნა? სურვილი მქონდა რომ ჩემი ოჯახი ტრადიციულია. დედა დამსახურებული ექთანი მყავდა, მამა ვეტექიმი იყო. და სურვილი მქონდა რომ ეს ბავშვი ჩამოყალიბებული იყო ნამდვილი ექიმი. მაგრამ აზრი არ ქონდა ჩემ შებრძოლებას მასთან. ანუ რა დაინახეთ რომ ძლიერად იყო მასში ეს სურვილი? როცა მე მოსკოვში მივდიოდი ხოლმე, პატარ-პატარა რაღაცები ჩამომქონდა და ვაძლევდი ამას რომ ეკარგდა და არ ყოფილიყო ცელქი გოგო აქა-იქით მარბენალი და რამე. აი ამეებით დაიწყო ამან პატარა ნაკსოების გაკეთება და მე მიხვა. დღეს გმაყოფილი ხართ მისი ცხოვრებისეული არჩევანით?
წლების წინ როცა უთხარი ხათუნა დაარები მაქსოვებს თავი და გარეთ გამოდი, გაიხედ, გამოიხედე, გადი, გამოდი. შენ უნდა ოჯახი შექმნა, შვილები ყვანდეს. არ არის ჩაკეტვა და მარტო ქსოვა, ასეთი პასუხი გამცა. აი ამებს რასაც უყურებ, ნაქსოვი რომ აქვს, სულ ჩემი შვილები არიანო. საინტერესო პასუხია, თუმცა ხათუნა აი თქვათ მედიკოსებთან შედარებით არ არის დალხენილი, თქვათ ფინანსურად ეს სფერო გაცილებით უზრუნველყოფილი არიან ისინი, ვიდრე თქვათ მხატვრები. რამდენად თქვათ საკმარისია სულიერი საზრდო თქვენთვის ჩემთან სოფელში არ ვიცი, ჩემზე ლეგენდები დადის, იმიტომ რომ მხატვრობა და ხელოვნება ეს არის ყოველდღიური, ყოველ წამს უნდა შექმნა და იყო მხატვარი, როგორც კი ერთი წამით გაჩერდები, ხსი უკეკუდები, როგორც შემოქმედი. მე 3 წელი მქონდა ეს სიკვდილი, ანუ 3 წლის განმავლობაში არაფერი არ გამიკეთებია, მაგრამ მე წამოვდექი და დღესდღეობით, ნუ ყველაფერს ვაკეთებ სუვენირებს და რაც აი უფალმა რისი ნიჭიც მომცა. ვცდილობ რომ გამოვიყენო, რადგან მასალა ვიყიდო, საკმაოდ ძვირადღირებულია მასალა. მოდით ვაჩვენოთ ფოტო მასალა და ისე ვისაუბროთ, განაგზეთ თქვენ. საკმაოდ ძვირადღირებულია მასალა და მე მიყვარს ყველაფერი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. არასოდეს არ ვზოგავ ამაში თანხას და ვცდილობ, არ ვიცი, ალბათ ჩემი გმირობაც არის, რომ დღემდე ვცდილობ და ვაკეთებ და არ გავჩერებული ვარ. რამდენად არის, თქვათ, თუ ახერხებ რეალიზაციას ან სუვენირების, ნამუშევრების მეტნაკლებად ვახერხებ, უფრო უცხოელები და ტურისტები ყიდულობენ სუვენირებსაც საკმაოდ, მაგრამ სერიოზული ნამუშევრების სიმართლე რომ თქვა არ მემეტება. იმიტომ რომ თითოეულ მათგანში არის ჩემი თითოეული წამი ასახული და ვიცი, როდის რას ვაკეთებდი და როგორ ხასიათზე ვიყავი, რას ვგრძნობდი. ეს ჩემი განვლილი ცხოვრება და არ ვიცი, როდის შეველები და როგორ შეველები. ანუ რისი კითხვა მინდა, შენ შეძლება ამ პროფესიით თავის რჩენა მოახერხო და იყოს შენთვის საარსებო წყარო შემოსავალი? არა, იმიტომ რომ მე კიდევ მინდა მეტად ვიმუშაო და მეტად წარმოვაჩინო ჩემი თავი და უკვე მიჭირს, რადგან რამოდენიმე თვის უკან ლონდონში გავგზავნე ნამუშევარი და მართლაც რომ ხელი გავიწვდინე და ჩემი რაიონის მუნიციპალიტეტი რომ არა, ალბათ ვერც გავაკეთებდი, ამას ვერ შევძლებდი მარტო. და მუნიციპალიტეტი როგორ დაგეხმარათ გურჯაანი? არ მინდა რეკლამად ჩამეთვალოს, ვარჩევნების პერიოდია, მაგრამ არც შემიძლია რომ გავჩუმდე, რადგან ძალიან დიდი სიკეთე გააკეთეს, დიახ, ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთეს თვითონ მუნიციპალიტეტის გამგეა გერგიძე. გამგებელი. დიახ, ფულადი დახმარებით ბატონი ბიძინა, სონღულაშვილი, გურჯაანის ნაყინის ხელმძღვანელი გივი ბერიკაშვილი რომ არა, მე ვერ შევძლებდი. მეც კი დავამატე ჩემი თანხები, მაგრამ მათ ამიხდინეს ეს სურვილი და დღესდღეობით იქ მივიღე მონაწილეობა და მეორე ტურზე გადავედი. აი თქვათ რა გაიგზავნა უფრო კონკრეტულად რო გითხრა და სად? ესე იგი პირველი ტური იყო მოსკოვში, მე დამიკავშირდა მოსკოვის მხატვართა კავშირის ერთ-ერთი ხატვარი და შემომთავაზა მიმეღო მსოფლიო დონის ფესტივალია, იქ მონაწილეობა და როდესაც თანხებთან იყო დაკავშირებული, მე უარი ვუთხარი. მაგრამ არ მომეშვა და აი ამ სტიმული მეც მომეცა მე, ჩემი მეგობრების დამეხმარნენ და მაიძულეს რომ უარი არ მეთქვა და აი ამის შემდეგ გადავწყვიტე და რადგან არის ეთნო არტ ფესტივალი, მე გავგზავნე ეროვნული ხალიჩიდან და განახევთ. დიახ. აი ეს ხალიჩა გავგზავნე, ოღონდ არა ორიგინალური, ანუ კარგი ხარისხის ბანიერი. ერთი წუთი მაყურებელმა ნახოს, ესე იგი ამ კატალოგში რო ხარ შესული, ეს უკვე რაც ნამუშევრები გაგზავნე, მას შემდეგ გამოიცა ეს წიგნი. არა, მანამდე ეს ოქტომბერში მოხდა. დიახ. და ესენი გაგზავნე. შემდეგ აი მეორე ტურში გადასვლა, თქვათ რა კრიტერიუმით მოხდა? იქ შეარჩიეს და მეორე ტურში გადავედი, იქ ანუ სპონსორიც ნახე, დამასპონსორეს და ეხლა ველოდები ოქტომბრის თვეს, რა მოხდება მეორე ტურში და ნახოთ არ ვიცი. რითი არის მნიშვნელოვანი? თქვათ აი გადალახე ეს ტურიც, შედეგი რა აქვს ამას? მე არ მაინტერესებს იქ რით დამაჯილდოვებენ, ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ საზღვარი შეფასება და გავსულიყავი საზღვარგარეთ, იმიტომ რომ საქართველოში ეს პირველი გასვლა იყო შენი? არა. ეს ადრე დაახლოებით 12 წლის უკან გერმანიაში მქონდა გამოფენა. დიახ.
თქვათ აი ეს სხვა დროსაც შეგეძლო და ფინანსები გააფერხებს მხოლოდ თუ არა ფინანსები დანარჩენი არაფერი. ეხლა შემიძლია კიდევ სხვა ნამუშევარი გავგზავნო ფინანსები რომ მქონდეს. შემიძლია სხვა ნამუშევრები გავგზავნო, უფრო კარგად წარმოვაჩინო ჩემი თავი, მაგრამ არ შემიძლია. და აი დედაქალაქში ან ქვეყნის შიგნით სხვა აქტივობებში რამდენად ხარ ჩართული? ძალიან აქტიური ვარ. ეს წელი მქონდა ძალიან აქტიური, რადგან ერთ წელიწადში ანუ ორი კატალოგი, ერთი კატალოგი ლონდონიდან მომივა, ერთი ახლა იქნება სამიტი გაიხსნება 23-24-25 სექტემბერში დიზაინერების სამიტი და იქ მზადდება ეს კატალოგი და ანთოლოგია ეს ერთი სამი წიგნი ერთ წელიწადში არ არის პატარა ამბავი. და ისედაც ძალიან აქტიური ვარ. აი რა კი შენახსენე რომ ფინანსურად არ არის იმდენად შემოსავლიანი, ხომ არ ფიქრობ იმისათვის რომ ნუ მაინც ცხოვრება, მაინც გაჭირვება და რომ უზრუნველყოფა მოახდინო, გარკვეულად პროფილი იცვალო და სხვა საქმიანობასაც მოკიდო ხელი. ასე გადავწყვიტე და ამიყვანეს სამსახურში დაახლოებით 1 თვის უკან, მაგრამ ვერ უყალატე ჩემს საქმეს. იმიტომ რომ მიატოვე სამსახური. ვიპოვე გასაუბრებაზე მივედი და კი 1 თვის უკან თბილისშია, მაგრამ ვერ შევძელი. ეს არის არ ვიცი, ჩემთვის ჰაერი, რომელთაც ვსუნთქავდა. მე არ შემიძლია. დიახ. თქვათ აი ამ წუთას რაზე მუშაობ? ამ წუთას მუშაობ ორ ნამუშევარზე, ერთი გობელენია და მეორე არის ხალიჩა, რომელშიც კახური სული იგრძნობა. ანუ დაწყებული მაქვს. და აი თუ კი არა აქვს ისეთი მოგება, რამდენად ახერხებს შენთვის საჭირო ხელსაწყოები და ეს პროდუქცია შეიძინო ამის სახსრებს მაინც თუ ფარავს შენი შემოსავლები? არ ვიცი, მე ვარ მხატვარი, რომელიც არასოდეს არ ფიქრობს ანუ ნამუშევარს მე არ ვფიქრობ, რომ ის უნდა გავყიდო. ამას მე ვერასოდეს ფულზე არ ვფიქრობ არასდროს. ამ დროს მე ვფიქრობ აი ჩემს სულიერ სიამონებაზე, რომელიცაც მე მივიღებ იმ პერიოდში. ანუ მუშაობის პროცესი ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან დამამშვიდებელია ჩემთვის. მე რომ ხატვარი არ გამხდარიყავი, არ ვიცი, ამ ნეგატიურ ცხოვრებას როგორ გავუძლებდი, არ ვიცი. და სულ სხვანაირი გავხდი. საერთოდ გამოვიცვალე და მე ამაზე უარს ვერასოდეს ვერ ვიტყვი. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მასალა შევისყიდო და ვიმუშაო. აი ამ წუთას გააქვთ მასალები? დიახ, ყველაფერი გამზადებული მაქვს და ჩემ თავს მოვაკლებ სიამონებას და ამას არა. თქვათ აი გურჯაანში რა სახის გამოფენები ან როგორ წარგიდგენია შენი შემოქმედება ადგილობრივებისთვის? მაქვს გურჯაანი. საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული კულტურა. არ უნდა მომობდი ამას, მაგრამ ძალიან ძნელია რომ ასია. იმიტომ ჯერ მარტო რამის 18 წელია მხატვარი ვარ და ჩემთან ბავშვი შემოუხსნია კარები და არ დაინტერესებულა. და აი ამბობ რომ ჩემი ოცნება მქონდეს სახელოსნო, დაბლაის და მაღლა მუშაობდე, დაბლა გამოფინო. ეს სურვილები კახეთს უკავშირდება თუ დედაქალაქს? სად არის შენი ოცნება? თბილისი მეტნაკლებად მიყვარს, რადგან 15 წლიდან აქ ვარ. მაგრამ მე უნდა ვიყო ბუნებასთან ახლოს. კახეთში, სადაც მე ვცხოვრობ, უსაზღვრო სივრცე არის. მთელი კახეთი ხელისგულივითა ჩანს ჩემი აივნიდან და არ ვიცი თუ ოდეს მე აი იმ ადგილს რამე ჩაანაცვლებს. მე ძალიან მიყვარს იქ და არის სიმშვიდე, რაც მე მჭირდება. ანუ მუშაობის პროცესი იქ უფრო კარგი არის და დროს ვზოგავ და აი აქ უნდა წარმოვაჩინო ქალაქში. დიახ. საინტერესო იმედია ჩვენ მოგვეცემა საშუალება ერთხელ გესტუმროთ და სახში მოვამზადოთ ვიდეო სიუჟეტი. ესე იგი შენი საუბრიდან გარკვეულწილად ირკვევა რომ სახელოსნო წარმოგიდგენია გურჯაანში, შენს მშობლიურ სოფელში ცხოვრობ, ხო ალბათ? ნუ იქნება გურჯაანი, არ ვიცი, ოდეს მე გავხოვდები და სადაც ჩემი უბრალოდ უნდა იყოს ეს არა ქალაქი. დიახ. ძალიან ბუნება სხვა რამეა. და თქვათ რამდენად შეიძლება რომ გააქტიურდეს აი შე როგორ გესახება გამოფენები ან თქვათ არ არის განვითარებულიო იმდენად და აი შენ როგორ ხედავ როგორ შეიძლება გამოცოცხლდეს ეს სფერო? ალბათ უფრო და საზღვარგარეთ არ მქონდეს მეტი კავშირი, რადგან ისინი თუ რეალიზაციას ვახდენ მხოლოდ და მხოლოდ მათზე.
ეს ტურისტები როგორ ჩამოდიან, თქვათ, ან როგორ კონტაქტობთ ტურისტებთან? ზოგი ინტერნეტით მიკავშირდება, ზოგი მოდის ჩემთან სახლში. ანუ სუვენირებს ყიდი სალონებში თბილისში ვაბარებ და გამოფენაზეც გაყიდულა. დიახ. შენი პროდუქციის მომხმარებელი უფრო მეტად არის უცხოელი მოქალაქეები, ვიდრე აი არ მემეტებაო ამბობ ხოლმე და თქვათ მოგნატრებია რომელიმე ნამუშევარი გამორჩეულად ან როგორი დამოკიდებულება. გობელენი არის, აი არ ვიცი, ძალიან უფაქიზესი. გობელენს რო ვქნი, ანუ ყველა ვერ შექმნის, ამას ჭირდება რკინის ნერვები, მოთმინება, უსაზღრო მოთმინება და სიყვარული. თითოეული დეტალი მაქვს მოფერებით გაკეთებული, მე არ ავჩქარებული ვარ. ანუ აი არ ვიცი, სულ ფერებით და სიყვარულით ვგზნობ და ამ დროს ხა შეიძლება ადამიანს მართლა უნდოდეს და მე რომ ვიცი რომ ის მართლა მოუფრთხილდება და ესია უბრალოდ არ იყრის და არ მიაგდებს ეს სხვა რაღაცა და არ ვიცი ეს არის ჩემი სული და თუ ოდეს მე დავთმობ არ ვიცი. წარმოტევებს გისურვებთ ხათუნა, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. იმედია სხვა დროსაც მოგვეცემა საშუალება და გისურვებთ რაც თავარია რა კონკურსშიც იღებთ მონაწილეობას წარმატებული შედეგი გქონოდეთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გურჯაანიდან მხატვარი და დიზაინერი ხათუნა ბაბუხაძე, მის შემოქმედებაზე საუბრობდით, თქვენ უყურებდით კახეთის საათს, რომელიც ყოველ სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზეა ობიექტივის ეთერში. მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ და ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს უკვე კვირას 17 საათსა და 30 წუთზე. გმადლობთ რომ გვიყურებთ.